ეს სიუჟეტი წესით უნდა იწყებოდეს მაიკლ ბაბლის საშობაო სიმღერით, მაგალითად გიჩვენებდეთ დრონით გადაღებულ კადრებს, რომ თბილისის ქუჩების საშობაო ბრჭყვიალა სოფლებად იქცა და ასევე წესით უნდა ვიყოთ მოლოდინში, რომ თბილისი იმ ქვეყნების ჩამონათვალს შეუერთდება, სადაც 2025 წლის საახალწლო არდადეგები უნდა გაატარო. მაგრამ გაუქმებულია. მეწარმეებმა საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, არც ერთი მეწარმისთვის. ბიზნესის გაყიდვების არანაკლებ 30% სწორედ დეკემბრის თვეზე მოდის და ისინი წინა საახალწლო პერიოდისთვის მთელი წლის განმავლობაში იგეგმებიან. ესეც მოიპარეს. გამარჯვებებით სავსე ქალაქში დღეს ყველა წაგებულია. აღარც ახალი წელი გვინდა და აღარაფერი, იმიტომ რომ სამშობლოს კარგავთ და ყველა იმ ღირებულებას რაც გვაქვს. არ დარჩა ჩემს გარშემო ჩემო ადამიანი, ვისი ახლობელიც მეგობარი, ან ნაცემი არ არის, ან ციხეში არ ზის დღეს სრულიად რაღაცა შეთითხნილი მიზეზების გამო, ხო? სრულიად უმიზეზოდ ხალხს სადარბაზოებში ხვდებიან, ეს 90-იანი წლები არ არის. 21 საუკუნეში ვართ და სრულიად მიუღებელია დღეს მე ჩემს შვილს ავუხსნა რომ დედა იცი რა მე სადარბაზოში შეიძლება თავს დამესხნენ და შენ არ შეგეშინდეს. ჩვენ არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს იმის რომ ჩვენ დავდგეთ საშობაო ბაზრობაზე ვიზეიმოდ არც არ არის ამის განწყობა არც საზეიმო არც საახალწლო. ჩვენი ახალი წელი, ჩვენი შვიდობა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ევროპული საქართველო და ჩვენი ღირებულებები, რაზეც ვდგავართ. დღეს მაქვს უკვე ჩემი საწარმო, სადაც ყველანაირი სტანდარტის დაცვით მზადდება ჩემი პროდუქცია. ეს არის სწორედ იმის დამსახურება, რომ ჩემი აქამდე მოსვლა სწორედ იმის დამსახურება, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრებისგან გქონდა სწორედ ის ხელის შეწყობა, რაც ჩვენს ქვეყანას უბრალოდ ფიზიკურად არ შეძლო საკუთარი ძალებით გაეკეთებინა. ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ არის რომ გამოვხატოთ პროტესტი და მე რაც შემიძლია გავაკეთო არის რომ არ გავიდე ამ საშობაო ღონისძიებებზე, სადაც განწყობა საერთოდ არ არსებობს. ვიდრე საქმიანი მეწარმეები საპროტესტო მარშს შეუერთდებოდნენ, თავისი სათქმელი ჯერ BMG-ში გააშხერეს. ის რაც ახლა თქვენ მოისმინეთ, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული და ამ ქვეყანაში გაზრდილი საწარმოების დამფუძნებლები არიან. 1997 წელს თბილისის ქუჩებში კოკა-კოლას ქარავანი პირველად გამოჩნდა და მას შემდეგ უქარავნო დეკემბერი არ ყოფილა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა 27 წლიანი ისტორია 2024 წელს გაწყვიტეს. ქარავანი წელს აღარ ჩამოივლის. ის, რატომაც არ ჩამოივლის წელს ქარავანი, არ ექნება ბიბლუს მასშტაბური საახალწლო ფესტივალი, ფაბრიკაში ვერ შევიკრიბებით საშობაო ღონისძიებაზე და კიდევ მრავალი სხვა. 28 ნოემბრიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე ქართული ოცნების ერთპარტიული გადაწყვეტილების შედეგია. ფაბრიკას რეზიდენტების ერთობლივი გადაწყვეტილებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნიეს საშობაო ბაზრობა გააუქმონ. ანუ ყოველწლიური საშობაო ბაზრობა, რომელიც ფაბრიკას დაარსების დღიდან იმართება და სადაც მცირე მეწარმეები ერთ სივრცეში იკრიბებოდნენ და პროდუქციის რეალიზაციას ახდენდნენ. წელს აღარ გაიმართება. კომპანიები, რომლებიც უარს ამბობენ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობაზე, მათ რიგებში არის სოციალური საწარმო ბაბალეც. ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ისინი უერთდებიან პროტესტს და საჩუქრების სამქრომ საახალწლო სამზადისი შეწყვიტა. ბიზნესისთვის ეს ძალიან დამაზიანებელია, განსაკუთრებით სოციალური მეწარმეობისთვის, როდესაც ვიცით, რომ სოციალური მეწარმეობა საერთოდ არ აღიარებს ჩვენი ქვეყანა არც კანონმდებლობით და არანაირი სამართლებრივი ჩარჩოთი და სოციალურ მეწარმეებს ისედაც გვიწევს ძიმე პირობებში მსხვილ ბიზნესთან ერთად თანაცხოვრება და ამ გარემოსთან კონკურენციის გაწევა და ჩვენთვის წელიწადში ერთხელ წინა საახალწლო პერიოდი არის ყველაზე ასე ვთქვათ, მომგებიანი და ზოგჯერ მთელი ნახევარი წლის ბიუჯეტს განსაზღვრავს, განსაკუთრებით ჩვენი საწარმოსთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენთვის უფრო ღირებული არის დღეს ჩვენი სამშობლოს ევროატლანტიკური კურსი და ჩვენი ღირებულებები და ღირსება, რომელსაც ვიცავთ, ეს ბევრად უფრო ღირებულია. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ბიბლუსი ჯგუფი აუქმებს საახალწლო ფესტივალის მასშტაბურ ღონისძიებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებისთვის მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ, მოცემულ სიტუაციაში არამართებულად მიაჩნიათ საზეიმო ღონისძიებების ჩატარება. ჩვენ მოგვიწია ჩვენი ძალიან გრანდიოზული საახალწლო ფესტივალის გაუქმება, რომელიც არ არის პატარა ამბავი, ეს არის უდიდესი ფინანსური ზარალი კომპანიისთვის. ერთი წელი ვემზადებოდით ამ ფესტივალისთვის და მასშტაბი რო წარმოვიდგინოთ, ჩარშანდელი რომ გითხრათ იყო დაახლოებით 60,000-მდე სტუმარი მივიღეთ.
შესაბამისად ყველაფერი დეკორაციაც და პროდუქტიც რაც უნდა გაგვიყიდა შეძენილი არის და ეს შევიძინეთ იანვარში ფაქტიურად 1 წლის წინ ამის შენახვა არის ძალიან დიდ ფინანსებთან დაკავშირებული ასე უბრალოდ ვერ დაასაწყობებ ყველაფერს და ვერ შეინახავ რთულია და მოკლედ მოგვიწია ამ ყველაფრის გაუქმება. შატო მუხრანი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობას გმობს. მეღვინეობის კომპლექსში აცხადებენ, რომ ხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. კომპანიამ 15 დეკემბერს დაგეგმილი საშობაო ბაზარი გააუქმა. ახალი წელი ის დღესასწაულია, როცა ადამიანები ბედნიერები უნდა იყვნენ. ჩვენ ღვინის მწარმოებელი და სტუმართმასპინძლობის კომპანია ვართ. შესაბამისად, ჩვენთვის ჩვენი მომხმარებლების განწყობაზე ზრუნვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ახლა საქართველოში არც ერთ ადამიანს სადღესასწაულო განწყობა არ აქვს. რაც შეეხება ჩვენი გადაწყვეტილების გავლენას ბიზნეს საქმიანობაზე, ჩვენ ყველა ამ ქვეყანაში არსებული ვითარებით უკვე დიდი ზიანი მივიღეთ და ამ ზიანთან ერთად სადღესასწაულო განწყობის შექმნა შეუძლებელია. ვფიქრობ, ყველა ქვეყანა და ყველა ადამიანი იმსახურებს, რომ მშვიდობიან და თანასწორ გარემოში იცხოვროს და არავინ იმსახურებს, რომ მის ქვეყანაში ისეთი გარემო იყოს, როგორიც ახლა საქართველოშია. 12 დეკემბერს ასევე განცხადება გაავრცელა ვალდორფის სკოლამ, რომ საშობაო ბაზრობას ისინიც აუქმებენ. ახლა ქვეყანაში განსხვავებული ვითარებაა. 14 დეკემბერს საშობაო ბაზრობა გვქონდა დაგეგმილი და გვინდა გაცნობოთ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ წელს საშობაო ბაზრობა არ ჩატარდება. Facebook ჯგუფ დაიტოვეში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების და აქციების ფონზე მეწარმეების უმრავლესობა უარს აცხადებს საშობაო ბაზრობაში მონაწილეობის მიღებაზე. ეს სია მზარდია, თუმცა ამ დროისთვის 200-ზე მეტმა მეწარმემ უკვე დაადასტურა, რომ საშობაო ბაზრობაზე მონაწილეობას არ მიიღებს. ერთ-ერთ მათგანს BMG-ც ესაუბრა. ვართ პროევროპული განწყობის ადამიანები. ჩვენი პროდუქტი გადის ევროპაში. ევროკავშირის ქვეყნებში საკმაოდ აქტიურად დაიდრდება ბოლო წელია და მიმდინარე პროცესები საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის, ასევე კომპანიის მომავალს. დემონსტრაციები, რაც იმართება და ძალადობას, რასაც უყურებთ, აბსოლუტურად მიუღებელი არის. ჩვენი მეგობრები, ნაცნობები, ნათესავები დაჭერილები არიან აბსოლუტურად საფუძვლო ბრალდებით და ეს არის ჩვენი პროტესტის ფორმა, რომ მთავრობის მიერ დაორგანიზებულ სახელმწიფო ბაზრობებზე არ მივიღებთ მონაწილეობას. არც განწყობა არის პრინციპში და არც მოკლედ განწყობა არ არის ისიც, რომ მივიღოთ მონაწილეობა ამჯერად. მცირე მეწარმეებისთვის, მსხვილი ბიზნესებისთვის, ვისთვისაც დეკემბერი შემოსავლის საუკეთესო თვედ მიიჩნეოდა. წელს ასე არ და ვერ აღმოჩნდა. წელს განსხვავებულად ვხვდებით ახალ 2025 წელს. გეგმები არა მარტო მეწარმეებს შეეცვალათ თბილისის მერიაშიც. საახალწლო ნაძვის ხის ანთება თავდაპირველად 6 დეკემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ამ თარიღმაც გადაიწია. მიზეზი ამასაც ბევრი აქვს. 8 მილიონ ნახევარზე მეტი თანხით დაგეგმილი ღონისძიებები სწორედ 6 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ის მეწარმეები, რომლებიც საშობაო ბაზრობაზე უნდა მდგარიყვნენ, ახლა რუსთაველზე დგანან.